მოგესალმებით ღვთისმშობლებო, ამ ვიდეოში გავიგებთ თუ რატომ იყო იესოს შეწირვა აუცილებელი, თუ რა ღონისძიება გაატარა სიცოცხლის შემოქმედმა იესოს მსხვერპლად გაღებით და როგორ მოემსახურა ეს მსხვერპლი ჩვენს საბოლოო გადარჩენას. აი ძველ ქართულ სიტყვას რო იყენებენ ხოლმე, ცხონებას რო ეძახიან ხოლმე. ეს ჩვეულებრივი გადარჩენაზე მიუთითებს და გულისხმობს მთელი თავისი არსით მარადიული სიცოცხლის მიღებას უფლის მიერ დაპირებულ მარადილ სამყოფელში. თუმცა ამას რო ჩავწვდეთ დეტალურად, ჯერ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ რა დავკარგეთ, რომ გავიგოთ რისთვის უნდა ვიღვაწოთ. და როგორც ყოველთვის ამიღნიშნავს ყველა თემის კავშირი ბიბლიის პირველ ფურცელთან უნდა მოდიოდეს თანხმობაში, პირველ ფურცელთან, სადაც სამოთხის ისტორია იკითხება. მას გადაფურცლე ბიბლიის პირველი ფურცელი და გავიხსენოთ რა დავკარგეთ. უფრო ზუსტად კი ჩვენმა საერთო წინაპრებმა რა დაგვაკარგინეს და ჩვენ როგორ შეგვიძლია დავიბრუნოთ ის, რაც ადამმა და ევამ დაგვაკარგინეს. დაბადების მეორე თავის მე-16 და მე-17 მუხლებს დავურთავ. ეს აზრი უკვე ბევრ ვიდეოში განვიხილე, რომ ადამიანთა პირველი წყვილი სიცოცხლის შემოქმედმა დაასახლა სამოთხეში ედემის ბაღში, რომელიც იყო არასადმე სხვა განზომილებაში, არამედ ჩვენს პლანეტაზე და მათ მითითებულია მაგ ფურცელზე კონკრეტული გეოგრაფიული ადგილმდებარეობაც და გარდა იმისა, რომ ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ სამოთხეში ედემის ბაღში, ისინი იყვნენ სრულყოფილები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ტვინი მუშაობდა 100%-ით, მათი იმუნური სისტემა მუშაობდა 100%-ით. მათი შეგრძნებები იყო განვითარებული 100%-ამდის. გარდა იმისა, რომ მათი ეს სრულყოფილი ჯანმრთელობა ჰქონდათ, მათ უნდა ეცხოვრათ მარადიულად. ჩანს აგერ მე-17 მუხლის ბოლოში, რომ თუ კი ისინი იქნებოდნენ შემოქმედის ერთგულები და მადლიერები იმ ყოველივესთვის, რითიც ზეციერმა მამამ ისინი უზრუნველყო, ექნებოდათ 100%-იანი შინაგანი კმაყოფილების განცდა, აბსოლუტური შინაგანი ბედნიერება და ეს ყოველივე იმიტომ, რომ ისინი მიერთებული იქნებოდნენ სიცოცხლის წყაროსთან და ისინი არასოდეს არ მოკვდებოდნენ და მათ ექნებოდათ ურთიერთობა ყოველდღე ესე სიცოცხლის შემოქმედთან. ახლო პირადი ურთიერთობა, როგორც მაგალითად ნებისმიერ ოჯახში ხდება მამასა და შვილებს შორის. ახლა აღარ განვიხილავ იმას თუ როგორ დაკარგეს ჩვენმა წინაპრებმა ეს ყველაფერი, რაც სხვა ვიდეოებში ისედაც განხილული მაქვს. მოკლედ ჩამოვთვალოთ ისევ, რაც დაკარგა ჩვენმა წინაპრებმა და რა დაგვაკარგინეს ჩვენ უკვე მათ შთამომავლებს მომავალ მთელ კაცობრიობას. პირველი, ეს უმთავრესი იყო ზეციერ მამასთან სიცოცხლის შემოქმედთან ახლო ურთიერთობა. მეორე, სამოთხეში ცხოვრების შესაძლებლობა. მესამე, სრულყოფილება, რაც მოიცავდა ტვინის 100%-იან მუშაობას, იმუნიტეტს 100%-იან მუშაობას, ანუ ჯანმრთელობა იქნებოდა 100%-იანი და კიდევ არის მნიშვნელოვანი რამ, აქ მეოთხე, ხო, ეს არის მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა. ანუ მარადიულად უნდა ეცხოვრათ მათაც და მათ შთამომავლებსაც. თუმცა მოსიყვარულე მამას ხელი არ ჩაუქნევია, რადგან მათ შესწოდეს ადამმა და ევამ. და მათგან რო დაიბადებოდა მომავალში შთამომავლობა, მთელი კაცობრიობა, ხელი არ ჩაუქნევია ზეციერ მამას, იქვე სამოთხის ბაღშივე ეს განჭვრიტა ზეციერ მამამ და დაანონსა მათი აი ამბოხების შედეგად, თუ როგორ აი ამ მიღებულ ზიანს, რასაც ისინი მოუტანდნენ კაცობრიობას, ზეციერი მამა როგორ გამოასწორებდა აი ამ ზიანს და ეს იკითხება დაბადების მე-3 თავის მე-15 მუხლში, ამ მუხლსაც არ შევეხები ამჟამად. აქ მოხსენიებულია სიმბოლური ენით ღმერთის ორგანიზაცია, რომელიც დაპირისპირებაში იქნებოდა სატანის ორგანიზაციასთან და მთლიანობაში შედეგი რა იქნებოდა აქვე დაანონსა ზეციერმა მამამ სამოთხის ბაღში. და ჩვენ ნახოთ, ეს იქნებოდა ღვთის ორგანიზაცია, რომელსაც შემდეგში უკვე დეტალურად სხვა ვიდეო რგოლებში შევეხები. ახლა კი მივყვეთ მუხლ იმის განხილვას, თუ რატომ იყო იესოს მსხვერპლად შეწირვა იმისათვის საჭირო, რომ ჩვენ ადამიანებმა ეს დაგვებრუნებინა ის ყველაფერი, რაც ზემოთაც ჩამოვთვალეთ და ხელახლა გავიმეორებ, რა დავკარგეთ, ეს უნდა გქონდეს გონებაში, რა შესაძლებლობები დაგვაკარგინეს. პირველი, ზეციერ მამასთან სრულყოფილი ყოველდღიური ურთიერთობა. მეორე, ეს იყო სამოთხეში ცხოვრების შესაძლებლობა. მესამე, სრულყოფილი ჯანმრთელობა, 100%-იანი აი ეს გონებრივი შესაძლებლობები და მეოთხე, მარადიული სიცოცხლით ტკბობა. ბევრისგან მსმენია ხოლმე, რომ ადამმა და ევამ კი შესწოდაო და აუჯანყდნენო შემოქმედსო, მაგრამ ჩვენ რაღა შუაში ვართო, ჩვენ ხო იქნებ ჩვენ ერთგულები დავრჩენილიყავითო და მოჰყავთ ხოლმე მსგავსი არგუმენტები. ამიტომ მოდი ვნახოთ თუ ჩვენ რა შუაში ვართ. როგორ იკითხება ეს
ბიბლიაში თუ ჩვენ რაღაცში მიგვიძღვის ბრალი, ხო? რომაელთა წერილი გადაშალე მეხუთე თავის მე-12 მუხლი. ეს აზრი არც აი თუ დავაკვირდებით რაზეც წერან ზემოთაც ვისაუბრე ეს დასმულ კითხვებს. ნახეთ როგორ პასუხობს. აქ იკითხება ადვილად რომ გავიგოთ აი ეს აზრი, რაც აქ იკითხება, მოდი მოვიყვან ასეთ შედარებას. წარმოიდგინეთ პურის ყალიბი, რომელიც ვიღაცამ შეგნებულად დააზიანა. და ეს ნამდვილად მოხდა 60-ის ბაღში, ეს ვიღაცა არის სატანა ეშმაკი, ვინც დააზიანა ეს ყალიბი. და თუ კი პურის ყალიბი დაზიანდა, როგორ ფიქრობთ, რაც არ უნდა საუკუნეები გადიოდეს, როგორი პურები გამოწვება აი ამ ყალიბში. გამოწვება ისეთი, რომ ზადი არ ჰქონდეს. რა თქმა უნდა, არა, ყველა იქნება ზადიანი. ამას გვიხსნის ეს მონაკვეთი, რომელიც ახლა აქ დავურთე მე, რომ გენებით ყველა ადამიანი მთელი დედამიწის ზურგზე ვატარებთ მემკვიდრეობით ცოდვას და არასრულყოფილებას, რომელიც ყველას გადმოგვეცა, როგორც აი ეს მძიმე ცოდვა და დაავადება. ამიტომ არის, რომ დღეს ჩვენი ტვინი 3%-ს ვერ სცდება, ხო, დანარჩენი გაყინულ მდგომარეობაშია და მეცნიერებიც იკვლევენ ამას, რატო შეიძლება ჰქონდეს ამხელა შესაძლებლობები ადამიანის ტვინს და მხოლოდ 3% მუშაობდეს იქიდან. აი ეს არის ამისი მიზეზი. და იგივე ითქმის იმუნურ სისტემაზეც. და ზუსტად ისევე როგორც აი ნებისმიერი დაავადება, მაგალითად გადადის ხოლმე გენების მეშვეობით მშობლიდან შვილებზე, ხო ეს მძიმე დაავადება, როგორც არის შიცი, თუნდაც და დიაბეტი, ხო ვიცით რომ გენებით გადაეცემათ ეს მემკვიდრეობით. სწორედ აი მსგავსად აი ეს იწვევს ადამიანებში აი ჩადებულია ეს გენებში, აი ეს ამოკვეთილია მძიმედ, აი ეს ცოდვილი მდგომარეობა. და ვინაიდან ზეციერ მამას ძალიან უყვარვართ, მან წამოიწყო სწორედ ეს ღონისძიება, რომ ჩვენი გენებიდან მძიმე აი ეს დაავადება აღმოეპყრა. და კვლავ დაებრუნებინა ის, რაც დაკარგა ადამიანმა და ევამ, ჩვენმა არც ზემოთ ვისაუბრეთ, ხო? ანუ დაებრუნებინა ჩვენთვის ეს უცოდველი სრულყოფილი მდგომარეობა. და რა შემთხვევაში მივაღწევდით ამას მხოლოდ აქ ზუსტად ადვილია ამისი გაგება თუ რა გააკეთა ღმერთმა, რადგან ღმერთი სამართლიანია, რომელიც მოითხოვს სამართლიან პრინციპებს და მაგალითად ერთ-ერთი პრინციპი რო ავიღოთ, აგერ დავურთავ თან წიგნი გამოსვლის 21-დან 23-ის ჩათვლით, საერთოდ სიცოცხლე ასოცირდება სისხლთან. და აგერ ვნახოთ რა იკითხება აქ, დააკვირდით რომ ღმერთის სამართალს და იმას რომ ღმერთი თავისი პრინციპების ერთგული რჩება ყოველთვის, ანუ ის არ გადაუხევდა აი ამ თავის დადგენილ პრინციპებს და რა კი ადამიანმა კაცობრიობას მოგვიტანა ცოდვა და ცოდვის შედეგად სიკვდილი, ხოლო სიკვდილიდან ჩვენს გამოსახსნელად საჭირო გახდა ისევ ადამიანის სიკვდილი, ოღონდ არა უბრალო ადამიანისა, რომელიც არასრულყოფილია, არამედ ისეთივე ადამიანისა, რომელიც იქნებოდა ადამიანის მსგავსი, ანუ მისი საპირწონე. და მისი ტვინიც იგივენაირად უნდა მისი ტვინიც იმუშავებდა 100%-ით, მისი იმუნიტეტი თუ სხეული იქნებოდა სრულყოფილი, ვინც ასევე იქნებოდა, ხო, როგორც ადამიანს ჰქონდა მარადიული სიცოცხლე მიცემული სანამ შესწოდავდა, ეს ქმნილებაც ასეთივე უნდა ყოფილიყო, ეს მეორე ადამიანიც მისი მსგავს, ხო, მარადიულობისთვის შექმნილი ქმნილება უნდა ყოფილიყო. და ამავე დროს უცოდველი უნდა ყოფილიყო, რადგან ადამი სანამ შესწოდავდა ის ხო ჯერ უცოდველი იყო და მსგავსი პიროვნება უნდა ყოფილიყო, ისევე უცოდველი, როგორიც ადამი იყო მანამ, სანამ ადამი შესწოდავდა. ამიტომ საჭირო გახდა ასეთი პიროვნების მოძიება. თანაც დავაკვირდეთ, იმიტომ რომ ადამიანისთვის ის იყო პირველი ცოდვა, როგორც უკვე ვთქვით, ხო? სანამ ცოდვას ჩაიდენდა. მაგრამ უნდა ყოფილიყო ისეთი პიროვნება, რომელსაც არ ექნებოდა ცოდვა ჩადენილი და ასეთი დედამიწაზე ვერ მოიძიებოდა. ახლა დავსვათ ასეთ კითხვას, სად უნდა მოეძებნა კაცობრიობას ასეთი საპირწონე გამოსასყიდი, როგორ ფიქრობთ? ვინც შეეწირებოდა კაცობრიობის ცოდვებისათვის და იქნებოდა ადამიანის მსგავსი ერთი-ერთში. და არ დაგვაუწყდეს ისიც, რომ ადამი სქესობრივი კავშირის გზით არ იყო დაბადებული. იგი უშუალოდ ზეციერმა მამამ შექმნა. აი ხო მივდივართ ალბათ იმ დასკვნამდე თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ასეთი პიროვნება, რომელიც ასევე არ იქნებოდა სქესობრივი კავშირის გზით დაბადებული და უშუალოდ ზეციერი მამისაგან იქნებოდა შექმნილი. სიამოვნეში ესეც გვიწერია ბიბლიაში, ძალიან თავი რო არ ავიტკიოთ, რადგან ჩვენით ამას ვერასოდეს ვერ გამოვასწორებდით, როგორც უკვე ვთქვით, ვერ მივაღწევდით აი ამ სრულყოფილებას და უცოდილობის დონეს, საჭირო იყო რომ ჩარეულიყო ზეციერი მამა, რომელმაც გამოგვიგზავნა თავისი მხოლოდ შობილი ძე.
რომელიც ასევე მისი ძე იყო, ხო, უშუალოდ. მისი შექმნილი და როგორც ადამს არ ახყოლია მშობლები, არამედ უშუალოდ ზეციერი მამისაგან იყო, ასევე იესოც შექმნილი იყო უშუალოდ ზეციერი მამისაგან. როგორც ადამის მსგავსი სრულყოფილი ქმნილება. ნახოთ ეს როგორ იკითხება, თუ ნახავ ახალ აღთქმაში კორინთელთა პირველი წერილი, ნახე მე-15 თავის 45 მოხლი. ეს სხვათა შორის სამების დოგმატსაც ანგარებს ეს მოხლი, რო იტყვიან. ამ მოხლის პირველ ნაწილში გასაგებია, ვის უწოდებს ეს მონაკვეთი პირველ ადამიანს. მაგრამ ვინაა ეს მეორე ადამი? აქვე მეორე ხაზზე რომაა ნახსენები და რომელიც ადამის ტყუპის ცალად შეიძლება ითქვას, რომ მისი ტყუპის ცალიც კია. ანუ მისი საპირწონე, მისი მსგავსი. სწორედ ეს იესოზე აქვს საუბარი, ამ მიზნით ჩამოვიდა ზუსტად იესო იგი, ზუსტად ამ მიზნით დაიბადა სრულყოფილ ადამიანად. და აქვე გეტყვით, რომ ესაა შაბლონი, აი თუ იესოზე ვსაუბრობთ, ესაა შაბლონი, ამაზე სხვა დროსაც დავდებ ვიდეო რგოლს მომავალში, თუ როგორი უნდა იყოს საბოლოოდ ადამიანი, როცა გასრულყოფილდება და უცოდველი გახდება, ანუ სრულიად რო ამოიღება ეს მდგომარეობა, სრულიად რო იქნება გამოსწორებული იესოს მსხვერპლის მიერ. ანუ იესოს მსგავსები უნდა ვიყოთ აზრობრივად, თვისობრივად, არ არის საუბარი გარეგნულ მსგავსობაზე, შინაგან ბუნებრივ მსგავსობაზეა საუბარი. და ამაზე როგორც ვთქვით, სხვა ვიდეოშიც ვისაუბრებ, მოდით დაუბრუნდეთ თავად აი ამ გამოსასყიდს, ადამის მსგავს მეორე ადამიანს, იესოს, რომელიც იქნებოდა საპირწონე ადამიანის ცოდვის გამოსასყიდად. აგერ თვითონ იესოს სიტყვებს თუ ნახავთ ახლა, რა თქვა მან, თუ მისი დედამიწაზე მოსვლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი რა იყო? თვითონ იესომ რა დაასახელა, ნახეთ, მათეს სახარება მე-20 თავის 28 მუხლი. აქ გარკვევით უსვავს ხას იესო, რომ ის უნდა მომკვდარიყო, შეწირულიყო ადამიანის მიერ მოტანილი ცოდვილი მდგომარეობის გამოსასწორებლად. და მას უნდა გამოეხსნა კაცობრიობა, აი ამ გამოუვალი მდგომარეობა, ფაქტიურად ცოდვის ტყვეობაში იყო ადამიანი და ეშმაკის მონობაში და აქედან უნდა გამოეხსნა კაცობრიობა. თუ კი იესო არ მოკვდებოდა და ეს დააკვირდით აი ამ დეტალსაც, იესო უნდა მომკვდარიყო აუცილებლად მღვდლების ხელით. რომ ეს გამოსყიდვა შემდგარიყო. რატომ მაინც და მაინც მღვდლების ხელით? ადამიანის შვილებმა, თუ გახსოვთ, მაგალითად აბელმა შესწირა კრავი ზეციერ მამას. სწორედ აი ამ მიზეზით, რომ მას ესმოდა გამოსასყიდის მნიშვნელობა, რომ ის თავისი მამის ადამიანისაგან მოტანილი ცოდვისაგან საჭიროდა გამოხსნას. და ეს იყო სიცოცხლესთან ასოცირებული, ანუ შესაწირავთან დაკავშირებული სისხლის დაღვრასთან. თუ გახსოვთ, ასევე გასულ ვიდეოში მოიხსენიე ღვთის მეგობარი აბრაამიც, რომელიც თავისი ძის შეწირვას აპირებდა, რა თქმა უნდა ღმერთის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ შემდგომ ღმერთმა შეაჩერა და ჩაუთვალა მას, რომ ვითომ როგორც შეეწირა, ისე ყოფილიყო, იმიტომ რომ ღმერთს უარ შეეჩერებინა, იგი შეწირავდა, რა თქმა უნდა. და ასე ჩათვალა ღმერთმა. და ეს იყო წინა სახეობა იმისა, თუ ზეციერი მამა როგორ შემოგწირავდა თავის ძეს. და აბრაამიდან მოყოლებული საერთოდ აი სულიერად მოაზროვნე ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ კაცობრიობა საჭიროებდა მსხვერპლს, გამოსასყიდს ამ მდგომარეობიდან, რომელშიც ადამის და ევას მეშვეობით აღმოჩნდით. და აცნობიერებდნენ იმას, რომ სისხლის დაღვრის გარეშე არ მოხდებოდა გამოსყიდვა, რომ უნდა მომხდარიყო ხოლმე შეწირვა და ხშირად წირავდნენ ხოლმე კრავს, ეს წესები თავად ღმერთმა მისცათ მათ, როგორ უნდა შემდგარიყო სამღვდელოების აი ეს ტაძარში მსახურება, თვითონ ტაძრის შესახებ, აი ამ შესაწირავების შესახებ, თუ ვინმეს გაინტერესებთ ეს ძველად როგორ უნდა მომხდარიყო ეს წესები, აი ეს სიმბოლოები, რასაც ასიმბოლოებდა ესენი, შეგიძლიათ ნახოთ ძველ აღთქმაში, წიგნი გამოსვლის 25 თავიდან დაიწყებთ კითხვას, მერე მოსდევს ლევიანები, წაიკითხავთ აი ამ ლევიანებს და შემდეგ რიცხვი. აი ამ ორ წიგნ ნახევარიდან გაიგებთ თელ ამ სისტემას, როგორ იყო ეს შექმნილი, ტაძრის მსახურება, ტაძარში მღვდლების მსახურება და აი ეს შესაწირავები და რას ასიმბოლოებდა. მაგრამ ჩვენ ნახოთ, აგერ დავურთავ ახლა ებრაელთა მე-10 თავის 8-დან 12-ის ჩათვლით მონაკვეთს, აქ უკვე შეჯამებულია ეს აზრი კარგად, რომ იესო თავისი თავის შეწირვით მოახდინა ჩვენი სრულყოფილი გამოსყიდვა და აღარაა საჭირო ის ძველი ტაძრის მსგავსი მსახურებები თუ მღვდელთა მსახურება და ის შესაწირავები, რაც ტაძარში ხდებოდა და მე ამაზე ვისაუბრე გასულ ვიდეო რგოლებში, თუ იმას გაინტერესებთ შეგიძლიათ მოისმინოთ.
და იესომ ეს დაასრულა დედამიწაზე არსებული ტაძრები და მღვდელთა მსახურება. იმ წესების მიხედვით, თორე ეს რაც ხდება დღეს ცირკი და კლოუნადაა ტაძრებში და საერთოდ მღვდლების ხელით რაც ხდება, საერთოდ არ შეესაბამება რო ნახოთ იმ ძველ აღთქმაში წიგნებში, რაც მე ზემოთ ჩამოთვალე. თუმცა, როგორც ხედავთ, იესომ ის წესები გააუქმა, ტაძრის მსახურება, მღვდელთა მსახურება და კიდევ ერთხელ მინდა გირჩიოთ, თუ აქამდე არ წაგეკითხიათ, ახალ აღთქმაში ნახეთ, მე-7, მე-8, მე-9 თავები ებრაელთა წიგნში. წიგნი ებრაელთა ეს არის ახალი აღთქმა და ფსალმუნები თუ გაქვთ ცალკე, ბოლოდან მესამე იქნება, თუ მთლიანი ბიბლია გაქვთ, ბოლოდან მეორე წიგნია. მე-10 თავი ნახეთ, მე-7, მე-8, მე-9 თავები, რომ ამას ჩასვეთ, აი ამის მნიშვნელობას. ახლა კი ბოლოს ნახოთ ჩვენი ზეციერი მამის მხრიდან თუ რატომ იყო ეს ღონისძიება საჭირო? თუ ნახავთ აგერ იოანეს სახარების მესამე თავის მე-16 მუხლს, აქ თუ დააკვირდებით, გარკვევით ვკითხულობთ აი ამ ასლს. ხედავთ ხო? თუ რამხელა სიყვარული გამოავლინა ჩვენმა ზეციებმა, როცა თავისი ძე შემოგწირა და აქვე იკითხება ისიც თუ ვინ მივიღებთ შემდეგ მარადიულ სიცოცხლეს, ვინც ვირწმუნებთ ამ ღონისძიებას.